ერთი წლის მერე ხო არ დამავიწყდა ინტერვიუს ტექნიკა მეთქი. მეორე მხრივ არც არასდროს არ ვიცოდი. გჭირდება კიდე კლაპი თუ მოგცა ცხენმა. ხო, დაბრუნდა გორგილაძის აუტანელის სიმსუბუქე ერთი სეზონით. თითქოს უნდა ვიდგე ესე? ხო არ ჩამარყავს, რაღაცას ხო არ. დანკაი ბიჭია, მიდი. მსგავსი ისტორიები ყოველთვის იწყება ხომ რომანტიულად. იპოდრომზე იმ დროს იყვნენ სულ ბიჭები და კაცები. ადარდე ხა ირინა აფხაიძეს. ერთ წამში მთელი ინტერვიუ გაცვალა ჯიდიცზე. ველოსიპედი იყო ცხენი, მე თვითონ ცხენი ვიყავი, ესე მინდორში დავარბოდი, რომ თვითონ ცხენი ვარ, ჭირხვინებდი. გეუბნებოდნენ რომ არ გამოგივიდა და გამოგივიდა. გეუბნებოდნენ რომ რაღაცას ვერ მოიგებ და მოიგე. მახსენდება, შენ შოკემული არ მყავდა და ეს შოკემულის არ მუშაობდა და შოკემულასთან მინდა თქო. რახან წამოგაძახეს იქამდე მიხვედი. ქარი რომ აი ამას რო აკეთებს რა, უბრალოდ ვეღარ აჩერებ და ფიქრობ რომ აი ეხლა რა უნდა ვქნა. შეგიძლია საკუთარი თავი ხელახლა მოკოქო. მარცხენა მხარეს დავარ და ეს ცხენი დამეცა ზემოდან. არ გაჩერება ნიშნავს სიცოცხლის გაგრძელება. რამდენი წელი ვიბრძოდი იმისთვის რომ ყოლოდა ალი. შეიძლება ეს ნაბიჯიც დაკავშირებული არის ალისთან. თან ვატარებდი, თან ვიხვეწებოდი რომ გაეძლოთ. რომ გაჩერება პირდაპირ მნიშვნელობით ნიშნავდა სიკვდილს. ჩერდებოდა და კიდე დაწოლა უნდოდა და მეთქი არა, ხო, ეგ არ დაწვე. სამჯერ ამოისუნთქა და ალის პირობა მივეცი. და მე მაგან განსაზღვრა შენი გზა გერმანიისკენ. ცხენი არავინ არ იცის. აჰა.